მოგესალმებით, ეს გახლავთ თერაპიული ზღაპრებისა და იგავების არხი. მე გახლავთ ფსიქოთერაპევტი მერაბ ბონიანი. დღეს წაგიკითხავთ საბავშვო მწერალ მარიამ ციკლაურის მიერ მსოფლიოს ხალხთა იგავებიდან გადმოქართულებულ იგავს, რომელსაც ქვია საუკეთესო სკოლის ძიებაში. მშობლებმა თავიანთი შვილისათვის საუკეთესო სკოლა შეარჩიეს. დილით შვილიშვილი ბაბუამ წაიყვანა სკოლაში. შევიდნენ თუ არა სკოლის ეზოში, უცებ ცნობისმოყვარე მოსწავლეების გარემოცვაში აღმოჩნდნენ. რა სასაცილო მოხუცია გაიცინა ერთმა ვაჟმა. სქელო, სქელო, ყვირილი დაუწყო მეორემ პატარა ახალ მოსულს. ბავშვები მოურიდებლად ყვიროდნენ და დახტოდნენ ბაბუისა და შვილიშვილის გარშემო. მალე მასწავლებელმა გაკვეთილის დაწყების მაუწყებელი ზარი დარეკა და ბავშვებიც სკოლაში შეცვივდნენ. ბაბუამ მოკიდა შვილიშვილს ხელი და მტკიცე ნაბიჯებით გამობრუნდა უკან. პატარას კიდეც გაუხარდა, იფიქრა რა კარგია ბონი გადავრჩი სკოლაში სიარულსო, მაგრამ კრინტიც არ დაუძრავს. მიხვდა ბაბუა ხასიათზე ვერ იყო. ცოტა გზა რომ გაიარეს, პატარამ ამოილუღლუა. ბაბუ, სკოლაში არ ვივლი, ხო? ივლი, მაგრამ ამ სკოლაში არა, კაცრად უპასუხა ბაბუამ. ბიჭხელი მაგრად ჩასჭიდა და გეზი სახლისაკენ აიღო. ბაბუა თავიდანვე შეუდგა კარგი სკოლის ძებნას. სადაც კი სკოლას დაინახავდა, ყველგან შედიოდა და ეზოში ელოდა, როდის გამოუშვებდა მასწავლებელი მოსწავლეებს შესვენებაზე. ზოგიერთ სკოლაში ბავშვები საერთოდ არ აქცევდნენ ყურადღებას მოხუცს. ზოგან კი ზედმეტადაც დასცინოდნენ, ან ზიზღით უყურებდნენ, ხან ცოტა შიშითაც. კარგა ხანს აკვირდებოდა მოხუცი ბავშვების საქციელს და მერე თავისი გზით მიდიოდა. ერთხელაც ერთ პატარა სკოლას მიადგა. თითქოს არაფრით გამორჩეული შენობა იყო. დაირეკა შესვენების მაუწყებელი ზარი და მოსწავლეები სკოლის ეზოში გამოეფინდნენ. მოხუცი თავისთვის იდგა და ბავშვებს უყურებდა. ბაბუა, ცუდად ხომ არ ხართ? კიდაც წყალი მოგიტანოთ? გამოელაპარაკა ერთი მოსწავლე. აი იქ სკამი დგას, წამოდით მიგიყვანთ, უთხრა ბიჭმა. თუ გნებავთ, მასწავლებელს დაუძახებ. ახლა სხვა ბავშვმა კითხა მორიდებითა და მზრუნველობით. მართლაც ეზოში ახალგაზრდა მასწავლებელი გამოჩნდა. მივიდა შეკუჩულ ბავშვებთან და მოხუცი რომ დაინახა, მოგძალებით მიესალმა. მოხუცმა მადლიერი თვალებით შეხედა მას და წარმოთქვა, ბოლოს და ბოლოს ვნახე ღირსეული და საუკეთესო სკოლა ჩემი შვილიშვილისთვის. ჩემო ბატონო, ჩვენი სკოლა სულაც არ არის საუკეთესო. პატარა შენობაა და ვიწროდაც კი ვართ შიგ. თუმცა მოხუცს კამათი არ დაუწყია მასწავლებელთან. მშვიდად მოელაპარაკა ყველა პირობაზე და კმაყოფილი გაბრუნდა შინ. საღამოთი ძალმა ჰკითხა მოხუცს. თქვენ ხომ არ ხართ განათლებული და ნასწავლი ადამიანი? რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი აღმოჩენილი სკოლა საუკეთესოა ყველა სკოლას შორის? ამ შეკითხვამ როდი გააბრაზა მოხუცი, მან დამაჯერებლად და შვიდად თქვა, მოძღვარი, მასწავლებელი და სკოლა მოსწავლით იცნობა, როგორც ხე ნაყოფითო. იგავი ფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესოა, იმიტომ რომ აქ არის აქცენტები გაკეთებული ძალიან მნიშვნელოვან და მთავარ საკითხებზე, რაც დღეს ჩვენთვისაც, ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრებისას აქტუალურია. აქცენტი გაკეთებულია შინაარსზე, ხარისხზე, ურთიერთობების, კულტურის, ფასეულობებზე და ღირებულებებზე გაკეთებული აქცენტი და არა იმაზე, თუ როგორია სკოლა, სკოლის შენობა, თავისი გარეგნული იერსახით, რამდენად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და ასე შემდეგ. აქცენტი გაკეთებულია ზრდილობაზე, ყურადღებაზე, რომელსაც ბავშვები იჩენენ, უფროს უმცროსობაზე, მოკლედ ძალიან საინტერესოა ამ მხრივ ეს აქცენტები.
ჩვენთვის იყო მოსაწონი, მისაღებად ჩავთვალეთ აქტუალურად, საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრებებიც ამ თემასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გამოხმაურებები ჩვენთვის და კიდევ ერთხელ გთავაზობთ და გამოხატავთ სურვილს, რომ გაიზიაროთ ჩვენი არხი და გამოიწეროთ ის.